მე ვიცი მათ გავიარე კურსები და დარწმუნებული ვარ მე მართლა გავგიჟდებოდი იმადა და ღმერთმა პატივიმცა და გადმოვედი. მე გზნობიარე ვარ ყველაფერში და ვერ ვიტან თელერიგ რაღაცეებს. გამომარიდა ღმერთმა და აღარ განვიცდი მაგას. მუშაობ ინტელექტუალური იმაზე და მამაუები და დედაუები და რაღაცას შიზოფრენია. მე სხვანაირად უყურებ ქრისტიანობას, ჩემთვის ქრისტიანობა სულ სხვა რამეა, ვიდრე მანდ რაც არის. ჩემთვის მე ვარ მორწმუნე კაცი. მე ვიცი ღმერთი, მე წაკითხული მაქვს უამრავი წიგნები ამაზე და მაქვს საუკეთესო ბიბლიოთეკა. აი აქაც კი, მანდაც ხო დავტოვე საუკეთესო უამრავი და არანაკლებად საუკეთესო ბიბლიოთეკა მაქვს მე ახლა. არანაკლებად ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი, ბევრი აი თეოლოგიაში იმაში და მე არასოდეს არ უღალატობ იმას, რომ სამყაროში პატრონია ღმერთი, ვსწავლობ უამრავ შეხედულებებს. რა შეხედულებაა ამერიკაში, რამოდენიმე მსოფლმხედველობა, რომელია წინ, რა სკოლაში რა არის. ნუ საკითხები ჩვენ გვაინტერესებს და ჩვენი ახლო წრეც ამ საკითხებით დაკავებულია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვცხოვრობთ. მე მანდ ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი საქართველოში და ვიცოდი, სად ვცხოვრობდი. ახლა მე გავარდე მამავებთან და ვიღაცებს ახლა თავი ურახუნო, ეგრე არ გამოვა. მე მინდა ვინ არის ჩემ წინ და გულწრფელი მიყვარს ადამიანი, ძალიან გულწრფელი. ხო და ეგ არის საშინელი გარემო იყო. გამოთაყვანება, გაუთავებლად ეს წერილების ქებადიდება ლენინის, სტალინის. ეხლა ქებადიდება შიოლაშვილის და არაფერი არ გაიცვალე ერთი მეორეზე. ასე რომ გეთანხმებით, მაგრამ იმაში შეიძლება არ დაგეთანხმოთ, რომ თქვენ ამან ალერგია არ წარმოშვას და ზოგად ათეიზმში არ გავიდეთ. ღმერთი არის, ეს 100%-იანი არის. ღმერთი არის იმ სახით მოწოდებული, რომელიც არის აი 4 თავში 8 თელი ბიბლია ხო არის, მაგრამ განსხეულებული აი მათე, მარკოზი, ლუკა, იოანე, ეს 100%-იანია, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანის წიგნები მაქვს წაკითხული. არავის არ უთქვია, რომ ღმერთი ქრისტეს სახით არ არის. იშვიათი გამონაკლისი. მარტო მარქსი იყო ესეთი, ნიჩე და ფროიდი. ყველა ათეისტები იყვნენ ესენი. თუ დავამატებთ კიდე ლენინს. და მაგათ მე არ დაუჯერებ. ხო, მე ჩემი სინდისი მაქვს, გული მაქვს, მე მიხარია, რომ სამყაროს პატრონი ყავს და დამშვიდი. თორე ისე რა გამაძლებინე და ამ კრეტინულ დედამიწაზე სადაც არის ტყუილები გვატყუებს, მთავრობა გვატყუებს, ეკლესიის სახო ყველა გვატყუებს, ახლობლები, შვილები, ყველა რა. და ხო გავგიჟდებოდი. და როცა ვნახე რომ პატრონი არის სამყაროში, დავწყნარდი მე. იქიდან უყურებ უკვე ადამიანებს და კარგი ხედვა გამომიმუშავა ღმერთმა. აი ვინც რა არის, როგორი არის, ზუსტად გამაგებინა ადამიანი. ესე იგი შემაყვარა ცოდვად დაცემული ადამიანი. ადრე მიყვარდა ჩემი წარმოდგენით ადამიანი, რომ კარგი იყო დაბადებიდან ღმერთმა მითხრა, არა, ყველა ადამიანი ცოდვილია, ყველა გიღალატებს. აბას ცადე და ეგენი შეიყვარე. ყველა გაგლანძღავს. გაცილები ძნელია, ვინც გლანძღავს, ის გიყვარდეს, ვიდრე ვინც გაქებს. აი ეს მასავლა ღმერთმა. ეხლა მე მაქებარი ისე არ მიყვარს. როგორც თვითმიზანი არ არის, რომ ლანძღავს ადამიანი, უფრო მიყვარს იცი. იმიტომ რომ ეს ნამდვილი სახეა მისი. და რატო უნდა მაქებდეს რომ? მე უნდა ვიყო კარგი, ხო? აი მან მე გადამატანინა, ხო თორე ისე მე რო არ მქონდა ქრისტიანულ მსოფლმხედველო, ხო გავგიჟდებოდი, დააგჯენეს სულელი, რამდენი სისულელი ილაპარაკესმა და რამდენი ტყუილები და გამიზნული იყო ჩემი ტალახში სროლა. რის ვერ გავიგე რატო? რა მოიგეს? რა გადამეკიდა ვინმე, ვინც ჩემთან იყო მეგობარი, დამშორდა თუ რა, პირიქით უფრო დამიახლოვდა. არავინ ვერაფერს ვერ მიაღწია. რა ვიცი, აი რატო უნდა გაუბრაზებულიყავით ჩვენ? პირიქით, ის ვინც გვაგინებს ჩვენ, ქრისტემ გვითხრა, შეიყვარე, ცოდვილი დაცემულია. ეგრე მომექცენ მეცო. როგორ მოიქცენ ქრისტეს? რა საყვარელ ადამიანს როგორ მოიქცნენ? და ჩვენ ვინა ვართ ახლა? ჩვენ ქრისტესთან შედარებით ვიგინდარები ვარ და პადუმაში ვიღაცა რაღაცას ცუც სიტყვის შენზე. თქვას რაც უნდა. იმანაგოს პასუხი ამაზე, მაგრამ დაგაფიქროს, ხარ ეგეთი? თუ ხარ გამოსწორდი. თუ არა ხარ, მით უმეტეს რა გაბრაზებს. სიამაყე, ამაყია კაცი და უნდა რა იცი, მე კარგი ვარ, მე ესეთი ვარ. არა ვართ ჩვენ კარგი. დაბადებიდან ჩვენ ცოდვას დავექვემდებარე და ქრისტეს მადლით ჩვენ გადარჩენილები ვართ და ეხლა იმითი დავდივართ ჩვენ. ყველა ადამიანს ვიღაცა ლიტერატურული გმირი ყავს. თუ შეიძლება ლიტერატურული გმირი შეყვარება, იესო ქრისტეს შეყვარება რატო არ შეიძლება ბიბლიიდან? რატო არ შეიძლება? ახლა რომეოზე გიждდებოდა ხალხი და ანა კარენინაზე და რა ვიცი, ვრონსკი და ვიღაცეები, ხო, და ათათუთაშხიაზე და რა ვიცი მე. აგერ იესო ქრისტე უფრო საყვარელია. გადახედეთ რას აკეთებს, რას მპირდება? ის მპირდება აღდგომას, მასთან ყოფნას და მტანჯვას გამარიდებს. რა კარგი რამეა, ხო? ის მპირდება ბედნიერებას, ნეტარებას, უკვდავებას. და ეს არ შევიყვარო და შევიყვარო დათათუთაშხია, გამოშტერებული. შევიყვარო რომელიმე თქვა თარაშემხვარი, ან ქართული ლიტერატურა, ან რომელიმე თქვა კინო გმირი, ან ბრედ პიტები და ეს არ გამოშტერება.
ამიტომ თუ ეს უნარი გვაქვს, რომ გვიყვარს ჩვენ ცოცხალი რომელიმე მუსიკოსი, გვიყვარს რომელიღაცა მსახიობი, რატომ არა გაქვთ იმის უნარი, რომ შეიყვაროთ იესო ქრისტე, რომელიც ნამდვილად არის რა და ჩვენ მოგვიწევს მასთან შეხვედრა. ბრედ პიტთან შეხვედრა არ მოგვიწევს. იმ შემთხვევაში თუ ქრისტესთან მივიდა, მე შეიძლება მივიდეთ. რა გარანტია რომ იგი ვნახოთ? და ქრისტესთან კი ყველას მოუწევს შეხვედრა. ყველას. არ არსებობს დაბადებული ადამიანი დედამიწაზე ცუდი, კარგი, ყველა შეხვდება ერთ დღეს მას და ვაირომ ზოგისთვის იქნება საბედისწერო. მღვდლებს ტყავი გაწურებოთ. ეგენი მე ვიცი რა ասեմ, ეგენი ათეისტები არიან, ეგენი შეცვიდნენ, დროს ატარებენ, ჭამენ, სვამენ, ხალხს ატყუებენ. ეგ ამხილა მარქსმა, ლენინმა, თავად იესომ ამხილა თავისი დროის ეგ სამღვდელოება ფარისევლები. რაზეა ლაპარაკი? ჩვენ ლაპარაკობთ ქრისტეზე და არა მღვდლებზე. მღვდელთან სიარული ქრისტიანობა არ არის. და თან რა მღვდლებთან იცი? ფიზიკოსობა რო დაამთავრეს და ვერ ივარგეს და იქ შევარდნენ. მე პრარაბი რო იყო ადრე და მან რო შევარდა ის ბასილა, კამაზის შოფერი რო იყო ქუთაისში და მღვდელი რო არის. ვისთან უნდა მივიდეთ? დებილებთან? დებილობაა ქრისტიანობა? ქრისტიანობა არის სინათლე. პავლე არის ჩვენ ეკლესიაში? მე დიდი სიამოვნებით ვივლედი პავლესთან. ხო, თომა აქვინელია თუ რომელიმე ის არის მათ ავგუსტინე. ყველა ბლუარი. თითქმის ძალიან ბევრი ბლუარი მღვდელი. ორი წიგნი არ აქვს წაკითხული. ჩვენ არ განვიკითხოთ ეგ მღვდლები. გაკრიტიკებთ, გავაკრიტიკოთ. ღმერთი დავიცვათ, როცა ვაკრიტიკებთ სამღვდელობას, იმიტომ რომ არ არიან ეგენი ზუსტად წარმომრჩენელი ქრისტიანობისა. ვინ დაავალა ჯერ ერთი ქრისტეს გაცნობა. ჯერ ერთი ქრისტეს შემდეგ შუამავალი აღარ გჭირდება. თავად არის შუამავალი მამასთან. თვითონ იძახის. ასე რომ სამღვდელო ინსტიტუტი ქრისტემ გააუქმა. ესენი კიდე აჩოტებს აბარებენ მღვდლებს. იცინიან, ქირქილობენ, მაგრას სვამენ, ჭამენ, დროს ატარებენ. ეგ შიზოფრენია და მე ვფიქრობ, მალე ეგ შიზოფრენია გადაივლეს. 5-10 წლის მერე ხალხი გამოფხიზდება, ახალგაზრდები. დარწმუნებული ვარ. მაგრამ არ მოხდეს ისე რომ ათეიზმში გადავიდნენ, იცი? ესეც ათეიზმია, ხოლო თეოლოგიური ფორმით. ანდაც საშინელი ის არის მდგომარეობა, აბეჭავებენ ხალხს, ხო, ათაყვანებენ. ნახეთ როგორი მორწმუნეები ყავთ, სულ ყველა გამოთაყვანებულია, წიგნებს არ აკითხებენ. ქრისტიანობა ჩემთვის არის აზროვნება, სინათლე, ნათელი, ყველა ქრისტიანი მოაზროვნე, მე მაგარი განათლებული ვიცი. მე რა წიგნებიც ამაქვს სახში, ნეტა ეგეთი განათლება მე მქონდეს, როგორ უყვართ ქრისტე და რა კარგი განათლების პატრონები არიან, დოქტორები და რა ვიცი მე, კიდაც მათემატიკაში, ბიოლოგიაში, რა ვიცი, რომელერთი ჩამოგიტყვალო, ხო? და თანამედროვე ამერიკაში ახლა გავრცელებული ეგეთი შეხედულება, New Age ინგლისურად ქვია მაგას, კოსმოჰუმანიზმი სხვანაირად, უნდა ნახოთ რა არის. თუ არა და მე მოგიყვებით რა არის, როგორ არის, რა უტევს დღეს და რა შემოვიდა საქართველოში. საკატასტროფული ის არის რა თქმა უნდა, კარგია რელიგია, მაგრამ არასწორი რელიგიაც სატანე ადგას მაგის უკან და შეიძლება დაგუპოს სატანამ. ჩვენ უნდა გამოვიცნოთ, ვინ არის ის, ხო შეიძლება ის სატანა თამაშობდეს ამას და ჯოჯოხეთში უნდა ხალხი წაიყვანოს. ესე იგი, მორწმუნეობა კარგია, მაგრამ ვისი რწმენა გვაქვს, ხო შეიძლება გვწამდეს ჩვენ სატანის და არც ვიცოდეთ. აი რა არის სახიფათო, აი რას იკვლევდა ხალხი და სხვათა შორის გვაფრთხილებდა იესოც. სატანამაც იცის ბიბლია, ანგელოზის სახესაც ღებულობს, აი ანგელოზის სახეს ღებულობს და ანტიქრისტე რომ მოდის, ის იტყვის რომ მე ვარ ქრისტეო და ბევრს მოატყუებს. ანტიქრისტე როცა შემოვა დედამიწაზე, ის იტყვის რომ მე ქრისტეს ელოდებოდით, მე მოვედიო. აი მე იმიტომ ვსწავლობ ამას რომ არ მოვტყუდე, იმიტომ რომ სასწაულებს გააკეთებს ის. ამიტომ ვიცოდეთ, რელიგიურობა კარგია და რწმენა, მაგრამ იცნობ ვისთანაც ხარ, დარწმუნებული ხარ რომ ღმერთს ემსახურები და არა სატანას. იმიტომ რომ როცა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა, სატანა შევიდა ეკლესიაში. მე კიდე ღმერთი მინდა და არა სატანასთან ურთიერთობა. აი რატო ეჭვის თვალით უყურებთ? განა იმას ვიძახი რომ ათეიზმი კარგია და არა. აი რას შერო იძახი რომ ღმერთანა ვარო, დარწმუნებული. აბა გამაცანი ვისთან ახარ და მართლმადიდებლები ვერ გვაცნობენ. ეგენი ქართულში ზიან, საქართველოა მაგათი ღმერთი, ქართული ენა, ისტორია, წმინდანებია, მკვდრების დიდება არის და ეგ ჩემთვის ქრისტიანობა არ არის. ქრისტიანობა ჩემთვის კარგად არის გადამოცემული პავლეს წერილებში. ეგ არის ქრისტიანობა ჩემთვის, ხო? 13 წერილი. აი სახარება გვერდზე მიდევს ღმერთის წერილი და ვკითხულობ, შეყვარებული ვარ მასზე და მეტი მე არავინ არ მჭირდება და თუ ვინმე ასეთი კაცი იქნება, გავალ ესეთ ეკლესიაც სწორედ ეგ არის. ცოცხალი ადამიანების ერთობლიობაა ეკლესია. ცხეულია ჩვენი ეკლესია სულიწმინდისათვის და მან ტაძარს უფრო პატივს სცემენ ვიდრე ადამიანს. ნახეთ როგორი გაუსაძლესი მდგომარეობაა საქართველოში. აქედან როგორ აჩანს, იცი როგორც აი მუსულმანური ქვეყანა რაღაცა წვერებში, მღვდლები დარბიან. ცოტა აქედან ცოტა კომიკური სიტუაციაა, იცი? ჩამორჩენილი ქვეყანად აღიქმება ამერიკიდან აი ეს საქართველოს როცა ტელევიზორში გამოჩნდება ხოლმე ეს მღვდლები და ესენი. მსგავსი რამე არ არის აქ, ესე არავინ არ დატის.
სხვანაირი ის არის რა მოკლედ აქ ეს ადამიანის უფლება აქვს თვითონ აერჩიოს და მან გამოთაყვანება არის სახელმწიფო დონეზე. აი სააკაშვილი რო ბორთყავდა ეხლა იმებს ეს არაფერთ არ შეიძლება კაცო დაკოცნა რკინები ისინი და დაბალი დონია ეგ რა. რა პირველი კაცი არის მათ შიოლაშვილი და ეს სწორი არ არის. სეკულარულია სახელმწიფო. მან კონსტიტუციაა პირველი. და რელიგია დაუტოვოთ ადამიანს ვისაც უნდა იყოს და არაფერი პრობლემა არ არის, მაგრამ ყველაფერს რო ვეკითხებით ახლა პატრიარქს და ლოცავს ყველას და აკურთხებს, სულ განადგურდა საქართველოს და ისმის კითხვა, ამის კურთხვას თუ ძალა აქვს ღმერთიდან, რატო ინგრევა ყველაფერი? ესე იგი სატანაა მაგის უკან. თორემ როცა გაკურთხებს ღმერთი, შენდები. აი აყვავებული ხარ. და ჩვენთან გადაიკურთხა ყველა. აკურთხა გამსახურდია, რა დღეში ჩავარდა. ხო, აკურთხა ყველანაირი ისინი აკურთხა ამ კაცმა, ხო? ყველას აკურთხებს. და ეს რაღაცა კომიკური სიტუაცია, ამას ძალა არ აქვს, ღმერთთან ეს არ საუბრობს და ამას არც სასწაულის მოხდენა შეუძლია, თან მოხუცთა კაცი ვეღარც აზროვნებს და რატო ყავთ ეს ბრეჟნევივით, ხო? იმიტომ რომ ქრისტიანობა არის სიცოცხლე, კარგი სიცოცხლე, ცხოვრებაზე ვარის თქმა არ არის ქრისტიანობა, ცხოვრების მიღება, მაგრამ ჩარჩოებში, ზომიერებაში, ეს არის სიხალისე, ეს არის სიყვარული, ეს არის ყველაფრის მიღება, იმიტომ რომ ღმერთმა გააჩინა მუსიკაც, ცეკვაც და რომ მიკრძალავს, ეს არ არის სწორი. მე მოусმენ, ვერავინ ვერ შემაცდენს. და ყველანაირი მუსიკა ჩემთვის მისაღები არის, თეატრი გინდა, კონცერტი გინდა, მაგრამ მაგაზე არ გვიждები, არაფერი არ არის კერპი ჩემთვის. ხო, ეს სიცოცხლეა ღმერთიდან ბოძებული. ხო, გინდათ ბუნებაში რო გავალთ, ტელევიზიიდან ხო ეს მართლმადიდებლობა ხათელ ყველაფერს კრძალავს. ყველაფერს კრძალავს, იცით? მარქსიზმივით არის ესეც და ქრისტე არ აკეთებდა ამას და შენ ასწავლე ხალხს ქრისტე და თვითონ ადამიანმა აიგზავნოს. მე რატო აკრძალო? მე კი არ უნდა აიგზავნო თქვენ რაიმე. მე შენ გეტყვი რა არის და როგორ არის და შენ თვითონ აიგზავნო ესა. რა პრობლემაა ჩემი? ეგ შენ დაგაზარალებს ხო? ჰომოსექსუალიზმს არაფრით არ შეიძლება. თუ გინდა ადამიანი დაუპო, მაგაში წაახალისე. მე ახლა ვეტყვი ადამიანს, მაგრამ აკრძალვით ვერ აუგზავნებ. თვითონ არჩიოს ეს. მე კი ვეტყვი რომ ამით შენ დაიღუპები. მე გეუბნები, ჩემი ვალია გითხრა. დანარჩენი არ არის პრობლემა. არ არის პრობლემა. მე არც ქვას გესვრი შენ. უბრალოდ დაფიქრე მუხარ რასაკეთებ. საიდან შემოვიდა? და საერთოდ ჰომოსექსუალიზმი ეს არის არაქრისტიანული გაგება სამყაროზე. არამედ აი ნიუ ეიჯმა დაანერგა ეგა, მარქსიზმში არის ეგა, ინდურ ფილოსოფიაში არის გამართლებული ეგა, როცა ადამიანი განეხილება არა როგორც ღმერთის ქმნილება, არამედ როგორც მატერიის და მატერიის ქმნილება რო ხარ, ბუნებრივია ახლა, რა თქმა უნდა, დაიბადე, აიცი, შეცდომით მატერიიდან და ვარ, იცი რა, ქალი ვიყავი მე და კაცი და ეს ბოდვებია ყველაფერი. არა. ჩვენ ვიბადებით რაც ვიბადებით, კაცად დაიბადე, კაცი ხარ, ქალი დაიბადე, ქალი ხარ. განავითარე ქალური საწყისები, განავითარე კაცური. ამათი ერთიანობა არის, ჰარმონია არის. მადლობა უთხარი ღმერთს რომ ქალი ხარ, მადლობა უთხარი ღმერთს რომ კაცად მოხვედი და რატო ვითამაშოთ ქალობა და კაცობა? რა არის ეს? ეს არის თავისუფლება? ეს არის სისულელე. იმიტომ რომ ისინი გვთავაზობენ რომ სიკვდილის მერე არაფერი არ არის. ამიტომ ვარი არ უთხრა შენ ცხოვრებას. რაც გინდა ყველაფერი მიიღე. რა სექსუალური ორიენტაცია იქ გადადი. ბისექსუალისტი გახდი, პედოფილი გახდი, ჰომოსექსუალი გახდი. ეს არ არის სწორი. ამ მსოფლმხედველობას ქვია კოსმოჰუმანიზმი. შტატებში უβერავს ეს. 4 მსოფლმხედველობა არის, ერთ-ერთი ქრისტიანობა. მხოლოდ ქრისტიანობა უმცირესობაში არის. ლიდერობს დღეს აი ესეთი ზეპური ჰუმანიზმი, აი სვეტსკი გუმანიზმ რუსულად და მეორე ადგილზე გადის კოსმოჰუმანიზმი, ნიუ ეიჯი რო ქვია ინგლისურად, ახალი ერა. იცით რამდენია უკვე 60 მილიონამდე არის ამის მიმდევარი და დედამიწაზე, პლანეტაზე უკვე მაგარ აქტიურად მუშაობენ. 9 მილიარდს მიაღწია. უნდა ნახოთ რა შეხედულება აქვს ადამიანს. თემები ყალყზე დაგიდგება. აი ეგ ნაწილები შემოვიდა საქართველოში და ამას აუჯანყდა მართლმადიდებლობა და არც თუ საფუძვლოდ. მიუხედავად იმისა, მე მართლმადიდებლობას მე ვაკრიტიკებ, მაგ საკითხში ვეღარ გავაკრიტიკებ. იმიტომ რომ ის რაც შემოდის, კატასტროფა არის. ეგ ღუპავს ადამიანს, ეს არ არის სწორი. სააკაშვილმა სწორი დასავლეთი არ შემოიტანა. არ არის სწორი ეგ. და კრახიც განიცადა ხო ნახე. დასავლეთი ერთფეროვანი არ არის. აქ არის 4 მსოფლმხედველობა უტევს სულ მცირე. შენ რომელი შემოგაქვს საქართველოში? რატომ და აქ რაც მიღებული არ არის. აქ არის საზოგადოება 300 მილიონიანი და ყველა არიზიარებს იმას. ნიუ ეიჯ და იმებს არიზიარებს ყველა ამას. არიზიარებს ყველა ჰომოსექსუალისტური შეხედულებებს და ქორწინებებს. მერე 50 შტატიდან 37 შტატში სიკვდილით დასჯა არის. ხედავთ როგორი ქვეყანაა? მარტო 13 შტატში არ არის სიკვდილით დასჯა. ხო, მერე 50 შტატიდან მარტო 8 შტატში არის დაკანონებული ეს ერთსქესოვანი ქორწინებები. სულ ყველაში არა? აქ სხვანაირი ეს ამერიკა და შენ რა შემოგაქვს მათ? 37 შტატში რაც არის ის შეიტანე კაცო. რაღაცა რაც მცირე რაღაცაა იქ მარიხუანას დაკანონები, ეგენი შემოგაქვს საქართველოში?
და ეგ მსოფლმხედველობა შემოგაქვს, რომელიც საერთოდ ამერიკის მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ნაწილს მიუღებელია, იმიტომ რომ არიან ისინი ქრისტიანები, ქრისტიანული სკოლებია, ქრისტიანული ისენია და უმცირესობაში არიან. ადრე უმრავლესობაში იყო, იმიტომ რომ დედამიწაზე უნდა შემოვიდეს ანტიქრისტე. ბუნებრივია ქრისტიანობას ემტერება ანტიქრისტე და სატანა. და მის ადგილი დაიკავა New Age-მა, ახალმა რელიგია, იცი რა მოკვდებით და ენერგიაში ვიქნებით. სიკვდილის მერე არაფერი არ არის. მორალი, რელატივიზმი, რაც გინდა ქენი, ვარი არ უთხრა არაფერს. გოგონები 12 წლიდან ჩასახვის საწინააღმდეგო სექსი დაიწყეთ. არ არის სწორედ. ეგ კარგია. ამას რატო აკეთებენ? სატანა ხარობს. მაგრამ მენდეთ და მერწმუნეთ ჩემი გამოცდილებიდან რომ ცოცხალი ღმერთი არის და ყველაფრის უფლება ჩვენ არ აქვს. იცით რატომ? არა ვართ მაგისთვის გაჩენილი. ჩვენ რომ ყველაფრის უფლება დაგვხდოს ღმერთმა, დავიღუპებით. აი რატო გეუბნება, არ გააკეთოთ ეს. ჩვენ უნდა გადავრჩეთ. და გადარჩენა არის, როცა ჩვენ მასთან დავივანებთ ჩვენი ინდივიდუალური სახით, ჩვენი ცნობერი და ჩვენი განდიდებული სხეული. სხეულიც გვექნება, იცით თუ არა? ჩვენ აქ დროებითა ვართ და გადავალთ იქით. და დანარჩენი შენ არჩიე კაცო, რა პრობლემაა ეგა? შენ გაქვს გონება, გაქვს თავისუფალი ნება, დასვი კითხვები, არაყვე სატანას. როგორ შეიძლება სამყარო ისე იყოს, როგორც გვაწვდის მარქსიზმი, როგორც გაწვდის, როგორ შეიძლება მე მატერიიდან ვიყო, მატერია იყოს რაღაცა და მე ტვინი ჩემი არის მატერიის ფუნქცია, ეს არის სისულელე, აი არ ჯდება ეს გონივრულობაში. არ მჯერა მე მაგის, იმიტომ რომ ეს ალოგიზმია ესა. როგორ შეიძლება იყოს მატერია უპიროვნო, უგონო და სამყარო შეიქმნა, ვინ შექმნა კაცო? და უფრო ლოგიკურია სამყაროს ყავს პატრონი, გონიერი. ყველაფრის მიზეზი რო არის და თავად უმიზეზო რო არის საერთოდ, უმიზეზო. მას მიზეზი არ გააჩნია თავის თავში. ეს არის ღმერთი გონიერი, მოსიყვარულე. იმა გამაჩინა ბედნიერებისთვის, მაგრამ ჩვენი უტვინობის გამო დავშორდით მას და ცოდვაში დავეცით და სიკვდილით შემოვიდა. მოდის იესო და გვეუბნება. მოდით, გიძახით. გადარჩენილები ხართ. მიწამეთ მე და გადარჩებითო. მეც სიტყვით ვიწამე, მეტი არაფერს არ მეუნება ესა. არ მეუნება ეს გამიკეთე ის მე მჯერა მისი არსებობისა და ამ წმინდაში თუ ჩვენ გადავალთ იქით, ჩვენ ქრისტესთან ვიქნებით. ძალიან მოკლედ არის ქრისტიანობა. არაფერი რთული და შეუსრულებელი არ არის. და ეს ახლა ლოთობა გაუთავებელი, მეძაობა, ეს სხეულის ეგრე, სხეული იმისთვის კი არა გვაქვს ჩვენ რომ ვივაჭროთ სხეულით. არანაირად სწორი არ არის, დაიღუპება ესეთი ადამიანები, ცოდვა. ღმერთს დაშორდება სამუდამოდ იგი. და მაგ მოჩნდება ღმერთის გარეშე და ეგ არის ჯოჯოხეთი, რომ ღმერთი აღარ არის იქ. და შეჭამენ ერთმანეთს ეს ადამიანები. თან არც მოკვდებიან, იმიტომ რომ ადამიანი არ ქრება. და მარქსიზმი გვეუბნება რომ გაქრება, სული არ არის, სამშვენელი არ არის. მაშინ მორალი რა გვინდა? მაშინ სახელმწიფოს რატო აქვს კანონები და მორალი? მამაცალი რასაც მინდა გავაკეთებ, კაცაც მოკლავ მაშინ. აი ეს პარადოქსია. გვეუბნებიან სიკვდილის მერე არაფერი არ არის და მორალსაც რო ამტკიცებენ მარქსისტები, ასევე New Age-ის წარმომადგენლები. ყველაფერი აკეთე მეუბნება და ყველაფერი აკეთე. ჯერეთი ამის პირობებიც არ აქვს. ყველას არ შეუძლია ამის კეთება? ჩვენ სინდისიც აგვაქვს, ხო? სატანა აკეთებს ამას, რომ სატანა უნდა შემოვიდეს ახლა ანტიქრისტე სამყაროში და ამისთვის ემზადება დედამიწა. ჩვენ კიდე მოემზადოთ ქრისტესთან შესახვედრა. ქრისტიანობა აირამი არის.